მოგესალმებით ჩვენო ერთგულო მაყურებელო. ეთერშია პაატა და ნიკას შოუ და რას ვიფიქრებდი? თუ ამდენი დღესასწაულების მერე ისევ მოლოცვით მოგვიწევდა გადაცემის დაწყება. არადა საჭიროა. დიახ, მოკლედ ყველა ჟესტიანჩიკს ვულოცავთ თბილისის პირველ თოფს. თავიდან მეგონა მანქანები იმიტომ ცურავდნენ ფიგურულ სრიალში რომ ოქრო ავიღეთ. იმაზე იმოდნენ. სხვათა შორის გილოცავთ ამ წარმატებასაც. მაგრამ მერე დავაკვირდი და მოუთხოვე. მეც ვუერთდები მილოცვას, ჰოდა თბილისში თოვლი მოვიდა. გილოცავთ მანქანების ჩახუტების საერთაშორისო დღეს. და არა მარტო მანქანები, ფეხით მოსიარულეებიც ჯექსონის ფანები გავხდით. ისე დავდივართ. მოკლედ ძალიან ლამაზია თოვლიანი თბილისი. კი ბატონო. აქეთ ბავშვები სრიალებენ, იქეთ მანქანები და დროა ბაკურიანიდან აქია რომ იქაურება სასრიალო და საცივი. თოვლს დნობა აქვს უკვე დაწყებული ჩემო ბატონო. მთებს გახედავ, ულამაზესია. ძირს დაიხედავ და მიხვდები რას ნიშნავს შეურაცხყოფილი თოვლი. ისე დიდი ღმიდან როგორ გამოახციება ადამიანს. დავიტანჯე ეს დღეები. მოყინულზე გამიჭირდა ჩამოსვლა დაღმართში. ჩემი ხო უკანა ვედუშია და სულ მე როგორ უნდა გასწავლო ყველაფერი. საჭე გადაატანინე უკან და წინა ვედუშები გეკრა. რა არის მაინც დასწავლი რო ხარ კაცი? კაი, დაგიჭერებ. გუშინ წინ სახლთან მომისრიალდა მანქანა ცუდად. კიდე კაი მარილი რომ იყო მოყრილი, თორე მე მომიწევდა მარილზე წასვლა ჯვარი მიწევს. რას ლაპარაკობ, კაცო, მართლა გადააფუთხე სამჯერ. დავაკაკუნო ჯობია ხეზე. ისე თბილისში ამხელა თოვლი თუ გახსოვს, გინახავს? რას ლაპარაკობ? თბილისი გერა თერჯოლაში წარმიდა. მე კიდე ამდენი წლის ვარ და პირველად ვნახე თოვლის პაპა. ნუ რომელიც იგინებოდა. კიდე კაი ნამდვილი არ აღმოჩნდა. მოკლედ ხიდან გადმომყრილი თოვლი დასცემია ვიღაცა კაცს ქუჩაში და მაგითო იყო გამწარებული. რომ ჩამოიბერტყა და გამრელი აღმოჩნდა გულზე მომეშვა. კიდე კაი თორე დამენგრა კინაღა მთელი ბავშვობა. ახლა ისეთი ამინდებია უნდა იყოს სახლში წამოგორებული დივანზე და კეზინოს ტელევიზორთან. იახ, ხოდა თან სანამ დაიძნე პაატა და ნიკა შოუს უნდა უყურებდე, რომელსაც მუსიკალურად აფორმებს და ქეიფისა და დროსტარების ხასიათზე გვაყენებს ქსოვრალები და გიორგი შოშიკაშვილი. და დროსტარებაზე გამახსენდა და თან ჩვენი ქსოვრელები და გიორგი თუ არა ეს ადამიანი ვის სიმღერებს მღერიან უმეტეს ნაწილს, ვისი ტექსტებს. რა თქმა უნდა. ამ პიროვნებას დღეს აქვს დაბადების დღე. და გვინდა მოკლედ ვასკა გრიგალაშვილი ჩვენ სცენარის არაჩვეულებრივ ადამიანს, მოლექსე მოშაირე ოდნავ მოპუტკუნებულ ადამიანს ვულოცავთ ჩვენ და ქსოვრელები. სულ ყვილად გავიხარჯეთ, არ კისვრით.